მამა დიდი ხნის წინ წავიდა ჩვენგან, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ყოველი შეხვედრის შემდეგ წყენის ჭრილობა მიახლდება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ აჯობებდა თავის დროზე გადამეწვა ყველა ხიდი? თანამედროვეობის ერთ-ერთი ზნეობრივი გადახრა სიძვასთან შემრიგებლური დამოკიდებულებაა. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ცოდვადაც კი არ მიაჩნია იგი. ამიტომ ოჯახების ნგრევა ჩვენი ეპოქის შავ ჭირად იქცა. ოჯახის მიტოვებით ადამიანი შვილებსაც ტოვებს და მერე საკუთარ სინდისთან იწყებს კომპრომისის ძებნას, მაგრამ მიტოვებული შვილებისადმი მას უკვე გაორებული დამოკიდებულება უჩნდება. შვილების მოყვარე მამა, ცოლი დამნაშავეც რომ ყოფილიყო, ყველაფერს მოითმენდა და ბავშვების გულისთვის ოჯახს არ მიატოვებდა. ამიტომ ასეთ მამასთან ურთიერთობას ბავშვის გულში ჭრილობების განახლება შეუძლია. ის იბნევა და ვეღარ ხვდება, ორი მშობელია დამნაშავე თუ მხოლოდ მამა. რაში გამოიხატება შვილისადმი ასეთი მამის სიყვარული? მატერიალურ დახმარებაში? მაგრამ ის კანონითაა ვალდებული ასე მოიქცეს. საჩუქრების მიცემაში და ტკბილეულით გამასპინძლებაში? მაგრამ ეს მოსყიდვას წააგავს. ამიტომ ჩემი აზრით არ ღირს ჩირქიანი წყვილის გარედან შელამაზება. არიან დედები, რომლებსაც არ უნდათ რომ შვილებმა თუნდაც ოჯახის მოღალატე მამა დაკარგონ, რაც მათი მხრიდან ვაჟკაცობაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ქალი განიცდის, როცა მისი შვილი ორ ოჯახს შუაა გახლეჩილი, რაც ბავშვისთვის ზიანის მომტანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მამასთან ურთიერთობის საკითხი პირველ რიგში თავად შვილების გადასაწყვეტია. ჩემი მშობლები 30 წლის წინ გაცილდნენ ერთმანეთს. მამა სვამდა და ცოლს ღალატობდა. დედა უკვე 70 წლისაა, მაგრამ დღემდე შერჩა მის და მის სიძულვილი. იმის გამო, რომ მამასთან ურთიერთობა მქონდა, ვურეკავდი და სტუმრად დავდიოდი, დედა 10 წელი არ მელაპარაკებოდა. ყველა მცდელობა მასთან გამერკვია ეს საკითხი, ამაო აღმოჩნდა. ახლა ბოლო 3 წელია ერთმანეთს ტელეფონით ველაპარაკებით. თუმცა ყოველთვის მისვამს პირობას, რომ მამასთან არ მქონდეს ურთიერთობა, თორემ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დაკარგული იქნება. 2 თვის წინ ჩემი ვაჟის ქორწილში ჩამოვიდა. მისი პირობა შევასრულე, მამა ჩემს თხოვე არ ჩამოსულიყო. ქორწილის შემდეგ მორიგ საყვედურებზე ბრაზმორეულმა ვერ მოითმინე და მისგან მოყენებული ყველა ტკივილი პირში მივახალე. დედა გაიქცა. კარგად ვიცნობ მას და ვიცი, რომ მისი მხრიდან შერიგების მცდელობა არ იქნება. ლამისაა სასოწარკვეთილებაში ჩავარდე. 10 წელი ვებრძოდი ჩემს წყენას, აღსარებას ვამბობდი, ვეზიარებოდი და როდესაც დედამ ურთიერთობა დაიწყო ჩემთან, მოთმინება მიღალატა და ბოღმამ ერთიანად გადმოხეთქა. ახლა კი უიმედობა მომიცვა და მძიმე ლოდი მაწევს გულზე. ჩემი აზრით სწორად იქცევით, რომ მამაზე არ ამბობ თუ არს. ოჯახის დანგრევაში ხშირად მამაკაცს ადანაშაულებენ. სმასა და ღალატში სდებენ ბრალს, მაგრამ მოიწყდებათ იმის გათვალისწინება, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს მაშინ ხდება, როცა კაცი საკუთარ სახლში ვერ პოულობს სითბოსა და მყუდროებას. ზოგიერთი ქალი გარეგნული წესიერების შენარჩუნებით, მაგრამ მუდმივი და ცინვით, საყვედურებით და გაქირდვით, აუტანელს ხდის ქმრის ცხოვრებას. იმ დამოკიდებულების მიხედვით, რომელიც დედას თქვენს მიმართ გააჩნია, შეიძლება დავასკვნათ თუ როგორ მოექცეოდა იგი საკუთარ ქმარს. დემონი გულქვა და უწყალოა, მას პატიება არ შეუძლია. მე მაგალითად მონანიე ცოდვილი მირჩევნია, რომელსაც დროდადრო მაინც შეუძლია გამოიჩინოს სიკეთე და დიდსულოვნება, ვიდრე უსულგულო მართალი, რომელიც თავისი ბუნებით წვრილფეხა ეშმაკს წააგავს. ასეთი ადამიანი თავის სადისტურ მეთოდებს უცხოებთან მიმართებაში კი არ იყენებს, რომ ამგვარი ოინებისთვის რაიმე არ მოხდეს თავში, არამედ ახლობლების ვიწრო წრითი ფარგლება და იმ ხალხით, რომლებიც მასზე დამოკიდებულები არიან. ყველაფერი მიანდეთ უფლის ნებას და გააგრძელეთ მშობლებისთვის ლოცვა. პრობლემები ყველაზე ხშირად დედასთან მიჩნდება. ის ღვთისმოსავი, გონიერი, ბრძნული დარიგებების მომცემი, მაგრამ ცოტათი ამბიციური ადამიანია. ჩემს მიმართ სულ პრეტენზიები აქვს. ზოგჯერ ვერც ხვდები, რა სითხოვს ჩემგან. მთელი ცხოვრება მიჩიჩინებს, რომ ჩემი უფროსი და ჩემზე ყურადღებიანია. ხოლო ძმას საერთოდ ქვეყნად ბადალი არ ჰყავს. დედა სულ მსაყვედურობს, რომ მაღალი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე და მხოლოდ გამორჩენაზე ვფიქრობ.
სიხარულს არ გამოხატავს ვინმე თუ შემაქო, მე ან ჩემი ოჯახი. როგორც კი გავთხოვდი, გაუცხოვდა ჩემთვის, რამაც დეპრესიაში ჩამაგდო. ხშირად გამოვყავარ მოთმინებიდან და სიმშვიდეს მირღვევს. ამგვარ სიტუაციებში გავეცლები ხოლმე, პაუზას ვაკეთებ ურთიერთობაში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სინდისი მაწუხებს. უკვე ხანშია შესული, მამა გარდაიცვალა, დას მეუღლე მოუკვდა, თვითონაც ავადმყოფობს, როგორ მოვიქცე? ბიბლიაში ნათქვამია, დაუტეოს კაცმა მამათვისი და დედათვისი. ანუ პირველ რიგში ის თავის შექმნილ ოჯახს უნდა ეკუთვნოდეს. საჭიროა მშობლებს პატივს სცემდეთ, ეხმარებოდეთ მათ ცხოვრებისეულ და თუ შესაძლებელია სულიერ საზრუნავებშიც. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ხასიათების შეუთავსებლობისას დედასთან ახლო კონტაქტმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს თქვენი ოჯახის წევრებზეც. ასეთ ვითარებაში შეგიძლიათ გარკვეული დისტანცია დაიჭიროთ, მაგრამ იმ პირობით, თუ აუცილებელი დახმარების სახით ვალს მოიხდით მშობლის წინაშე და მას ყოველთვის კორექტულად მოექცევით. სამწუხაროდ, უფროსი თაობის ადამიანები ამბიციურობითა და სხვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების სურვილით გამოირჩევიან, რადგან ისინი ყოფილი დიქტატორული წყობის პირობებში აღიზარდნენ. მონა ინსტინქტურად მასზე სუსტის მიმართ ავლენს ფსიქოლოგიურ დესპოტიზმს, რომ ამით მოახდინოს თავისი მონობის კომპენსირება. რასაკვირველია, ეს კანონი კი არა, ტენდენციაა. ამიტომ ადამიანს ხშირად საკუთარი ახლობლებისაგან უფრო უხდება თავის დაცვა, ვიდრე უცხოსგან. 80 წელს გადაცილებული დედა მუდმივად ახდენს ვაჟიშვილის პროვოცირებას. შვილისგან ოჯახის მიტოვებას მოითხოვს, რომ მან მხოლოდ დედაზე იზრუნოს და მოუაროს მას. არ სხვენს ხალხის წინაშე, ყველას გასაგონად წყევლის, სხვისი პირით უგზავნის მუნქარებს. სხვა შვილები დაემორჩილნენ და განქორწინდნენ. როგორ მოიქცეს შვილი? მშობლების მორჩილება ხომ ადამიანის ვალია. ბიბლია ამბობს, რომელმან იგი ღმერთმა შეაუღლა, კაცს ნინუ განაშორებ. ამიტომ დედას შვილის ოჯახის დანგრევის არავითარი მორალური და სულიერი უფლება არ გააჩნია. მშობლებისადმი პატივისცემა არ ნიშნავს მათ ვნებებზე დამორჩილებას. რაც შეეხება წყევლას, უსამართლო წყევლა არ ასრულდება. პრობლემები მაქვს დედამთილთან, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. დღეში 15-ჯერ მაინც შემოდის ჩვენს ოთახში და მე და ჩემი მეუღლე მდგომარეობიდან გამოვყავართ. რჩევებს გვაძლევს. იძულებით იმას გვაკეთებინებს, რაც თვითონ უნდა. ხვდება, რომ ბრაზდებით, მაგრამ მაინც თავისი გააქვს. უკვე იქამდე მივედი, რომ უწმაწური სიტყვებით ვუყვირი. ქმარიც კი კინწისყრით აგდებს ოთახიდან. აივსო ჩვენი მოთმინების ფიალა. დაგვეხმარეთ, არ ვიცით რა ვქნათ. ქმარს უკვე თმა გაუჭაღარავდა. როდესაც თქვენი დედამთილი ოთახში შემოვა, მოკლე ლოცვა თქვით და ნაკურთხი წყალი შეასხურეთ, ოღონდ ისე, რომ მან ეს არ მიიღოს ხუმრობად. მე და ჩემი მეუღლე ერთ ბინაში ვცხოვრობთ, დედამთილთან ერთად. ის 80 წლისაა. თითქოს საღგონებაზეა. ვუვლით, ვცდილობთ კარგად იყოს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეჭვიანობს და ვერ იტანს ჩემდამი ქმრის კარგ დამოკიდებულებას. ვცდილობს თვითონ იყოს ყურადღების ცენტრში. უფროსობს, ცხოვრებას გვიკონტროლებს. ჩვენს ნივთებში იქექება. დილაობით შეურაცხყოფას მაყენებს, სკანდალებს გვიწყობს, რის გამოც სამსახურში გაღიზიანებულები მივდივართ. არაერთხელ ვცადეთ ურთიერთობის მოგვარება, ლაპარაკიც კი შევწყვიტეთ, არაფერი გამოვიდა. დასაშვებია თუ არა დედამთილთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა, როცა ერთ ბინაში ვცხოვრობთ. ვეჭვობ, რომ აქ რამე გამოსწორდეს. ბებერიხის გადაღუნვა შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ვითარებაში ემოციებიც ერთვება. თუ დედამთილს იგივეთი უპასუხებთ, ის თქვენ სიტყვებს ინტრიგების შესაქმნელად გამოიყენებს, მეუღლის თვალში თქვენს დასამცირებლად. პირადი ნივთების კარადა ჩაკეტეთ. ეცადეთ დედამთილს მშვიდად და უფრო მეტად საქმეზე ელაპარაკოთ. მის ყველა რეპლიკას ნუ გასცემთ პასუხს. კითხვებზე, რომლებიც საქმეს არ ეხება, უპასუხეთ, არ ვიცი. მაგრამ ერთბაშად მასთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ. სოკრატე არ იყო ქრისტიანი, მაგრამ ისეთ ცოლს იტანდა, რომლის ანჩხლობა მთელი ათენისთვის იყო ცნობილი. უთხარით თქვენს თავს, ჩემი სახლი მოთმინების სკოლაა, დედამთილი კი თავდამბრობის მასწავლებელი. ეცადეთ ცოტა ილაპარაკოთ,
უფრო საქმით იყოთ დაკავებული, ოღონდ ისე მოიქეცით, რომ დედამთილმა თქვენი საქციელი პროტესტად არ მიიღოს. რასაკვირველია, ამგვარ პოზიციასაც აქვს ნაკლი, მაგრამ უკეთესი რჩევის მოცემა მიძნელდება. როგორ ვილოცოთ მოხუცისთვის, რომელსაც სკლეროზი დაეწყო? საჭიროა თუ არა ასეთი ადამიანების მიმართ სიყვარულისა და ზრუნვის გარდა სიმკაცრის გამოჩენაც, როგორც ამას საჭიროებენ ბავშვები. ასეთ ადამიანებში სრული შეურაცხადობა იშვიათია და ჭკუასუსტობის მიუხედავად ისინი გარკვეულწილად ხვდებიან თუ რა ხდება მათ ირგვლივ. ამიტომ ასეთ ავადმყოფებს მშვიდად და გაწონასწორებლად უნდა მოეპყრათ, მაგრამ არ შეუსრულოთ ახირებები. თუ საჭიროა, მკაცრადაც უნდა მოექცეთ, ოღონდ გაღიზიანებისა და ბრაზის გარეშე. რასაკვირველია, უნდა გიყვარდეთ და ზრუნავდეთ მათთვის, მაგრამ მოერიდეთ გრძნობების ემოციურ გამოხატვას, რადგან ისინი ემოციებს არაადეკვატურად აღიქვამენ. ასეთ მოხუცებს აუტიზმი, ეგოიზმი და უმობელობაც უვითარდებათ, რასაც ხშირად გარშემომყოფთა მიმართ ავლენენ, მაგრამ არ გეწყინოთ და არც გაბრაზდეთ. ამგვარი ქცევა მიიღეთ როგორც მათი ავადმყოფობის გამოვლინება. სკლეროზით დაავადებულებთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ მათზე ზრუნვითა და მოვლით სრულდება მშობლების პატივისცემის მცნება და ჩნდება ზნეობრივი სრულყოფილების საშუალება. რაც შეეხება მკურნალობას, ავადმყოფის მდგომარეობის შესამსუბუქებლად კვირაში ერთხელ იკითხეთ წმინდა პანტელეიმონის დაუჯდომელი, ხოლო სამკურნალო მცენარეებიდან კარგი იქნებოდა სალბის ნაყინის სისტემატური გამოყენება. როგორ მოვიქცე, როცა მშობლებთან ურთიერთობა ფუჭდება? ეცადეთ უფრო არ გააუარესოთ მდგომარეობა. შექმნილ ვითარებაში კი ეძიეთ საკუთარი ბრალი და ეცადეთ მის გამოსწორებას. დღეში ერთხელ მაინც წარმოთქვით ლოცვანში მოთავსებული ტროპარი და კონდაკი, რომელიც სიყვარულის გასამრავლებლად იკითხება. უფროსი და ჩემს წინააღმდეგ განაწყობს დედას. ისიც ცივად მეპყრობა, სიტყვა ძუნწობს და ცოტას მელაპარაკება, რასაც მძიმედ განვიცდი. როგორ ვილოცო, რომ ნათესავებთან აღდგეს კეთილი ურთიერთობა, როგორ ავარიდო თავი წყენას. ეს განსასწრელი სულიერ გამოცდად უნდა მიიღოთ. ეცადეთ თავის მართლებას მოერიდოთ და მეტი ილოცოთ. ასეთ შემთხვევებში ლოცვა საუკეთესო საშუალებაა. წყენისაგან თავი რომ შეიკავოთ, გაიხსენეთ, თქვენს რამდენჯერ უსამართლოდ მოქცეულ ხართ სხვების მიმართ. ქმრის მშობლები თავიდანვე ზედმეტად ერეოდნენ ჩვენს ცხოვრებაში. მოძღვრის კურთხევით მათთან ურთიერთობაში დისტანციის მიუხედავად, შენიშვნებსა და საყვედურებს მაინც არ უჩანს ბოლო. თავს ვერ ვიკავებ განკითხვისაგან, ბრაზობ, არც იბრალული გამაჩნია და მეშინია საერთოდ არ დავკარგო მათდამი პატივისცემა. ამ დროს კი ჩემი მამამთილი მღვდელია. ეცადეთ ილოცოთ მეუღლის მშობლებისათვის. მამამთილის შეგონებები თავაზიანად მოისმინეთ. დარიგებებისთვის მადლობა გადაუხადეთ, მაგრამ დისტანცია შეინარჩუნეთ და მოექეცით მას თქვენი მოძღვრის კურთხევისა და მეუღლის რჩევის შესაბამისად. მამამთილს ორმაგად ეცით პატივი, როგორც მეორე მამას და მღვდელს. ლაპარაკის დროს არ შეეკამათოთ, მაგრამ არც ყალბად დაეთანხმოთ. ამგვარ სიტუაციაში დუმილი ყველაზე კარგი გამოსავალია. ძალიან კარგი ახლობლები მყავს, მაგრამ გასახანს არ მაძლევენ, ზედმეტად მიყენებენ. სამუშაოთი ისევ არ გადატვირთული, რომ წმინდა ადგილების მოსალოცად ან დიდ მარხვაში მსახურებაზე დასასწრებად წინ და წინ უნდა შევათანხმო სამსახურში თავისუფალი დღე. მშობლებსა და ძმას ყველაფერში ვეხმარები, ოჯახშიც და პირად საქმეებშიც. მაგრამ თუ გაიგეს, რომ დასვენების დღე მაქვს, მაშინვე გამოძებნიან ისეთ საქმეებს, რომლებიც თავისუფლად შეიძლება გადაიდოს, ან უჩემოდ გაკეთდეს. ახსნა განმარტება ხმამაღალ პროტესტს და წყენას იწვევს მათში. როგორ შეიძლება ჩემი პირადი საქმე ოჯახურს ვამჯობინო? ზოგჯერ ისე ვიღლები, რომ მინდა მარტო გავემგზავრო წმინდა ადგილების მოსალოცად. ჩემთვის მშვიდად ვილოცო, მაგრამ არც ეს გამომდის. მარტო არ მიშვებენ. ყოველ ნაბირს მიკონტროლებენ. რას ვაკეთებ, ვის დაველაპარაკე, სად წავედი? ახლა როგორც იქნა გამომიჩნდა საშუალება შვებულების 4 დღე მონასტერში გავატარო, მაგრამ არ ვიცი ამას რა მოჰყვება. ეცადეთ არ გადაიქცეთ ახლობელთა ეგოიზმისა და მათი ვნებების აგრესიის უნებისყოფო ობიექტად.
ძალაუფლების მოყვარეობა აპარტავნებისა და ეგოცენტრიზმისაგან წარმოშობილი უნებაა, რომლის რეალიზებას ადამიანის სხვების დამორჩილების გზით ახორციელებს. ამგვარი ვნებების შესრულება სულაც არ შეესაბამება მშობლების პატივისცემის მცნებას. ამიტომ თავაზიანად უკუაგდეთ ახლობლების მოთხოვნები და პრეტენზიები. მშვიდად მოისმინეთ მათი მხურვალე სენტენციები, რომ აუცილებლად გმართებთ მათი სურვილების შესრულება. შემდეგ კი ბრძანების მიუხედავად უპასუხეთ, რომ თქვენ საკუთარი გეგმები უკვე გაგაჩნიათ. თუ ისინი თქვენს დარწმუნებას გააგრძელებენ და სიყვარულისა და სიმდაბლის უქონლობას დაგაბრალებენ, მშვიდად და ჩუმად მოусმინეთ. არ შეედავოთ. ისევ გაუმეორეთ, რომ მადლობელი ხართ ყურადღებისთვის, მაგრამ გამოსასვლელი დღე უკვე დაგეგმილი გაქვთ. თუ კი უხეშობაზე გადავლენ, დუმილითა და ღიმილით უპასუხეთ. რასაკვირველია, ირონიული კი არა, კეთილი ღიმილით და უსურვეთ მათ თავიანთი დროის სასარგებლოდ გამოყენება. ამგვარი ოჯახური ინციდენტების დროს გონებაში იმეორეთ, უფალო შემიწყალე, მეც და ისინიც. თუ ახლობლები გადაკვირთ გეტყვიან, რომ თქვენი მიზეზით შეიძლება ჰიპერტონიული კრიზისი დაემართოთ და გულზე იტაცებენ ხელს, ნუ შეშინდებით, გული არ გაჩერდება, იმის გამო, თუ ადამიანს მიუნიშნეს მისი ადგილი. თქვენს მდგომარეობაში ცუდია ორი უკიდურესობა, სიჯიუტე და ნებისყოფის უქონლობა.